მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? შემომიერთდით. შახმატ ილია. შახმატ. ეხლა მოდი ავხსნათ. განვიხილოთ დღეს სად მივიყვანა ილიამ, ხო? წევედით. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები დღეს ლაივში და მოდი ვთქვათ კიდევ ერთხელ ავღწეროთ ამ ვიდეოში როგორი შახმატია ნათქვამი და რა შახმატია ნათქვამი. ისევ ახლიდან ავღწერ ახლა ამ პროცესს, რომ ახალი მაყურებლისთვის გასაგები იყოს აქ რა არის, რა წერია აქ. ლასი უნდა ვცნოთ, ლაზარეს ენით 369, თქვენ იცით ლაზარი არის ქართული ანბანი და დავიწყოთ. ლაზარე იმარჯვებს და ამბობს შახმატს. მატ. ეხლა რა ხდება? წავედით. თქვენ იცით, რომ სამკუთხედი არის მამრი და მდედრის სქესის წარმომადგენელი სიმბოლო. ეხლა რა სიმბოლოა მამრი და მდედრის სქესის წარმომადგენელი, იცით? ისევ და ისევ ავხსნი, როგორც აი აქ ავხსენი. ქალბატონი მარი ხუციშვილის დაკვირვებით, მასთან საუბრით, აღმოჩნდა, რომ ქართულ ანბანში არსებობს სქემა. სიტყვები გვეუბნება და გვაწვდიან სქემას. მაგალითად, დ-ე-დ-ა. მერე, მაგალითად, մ-ა-մ-ა. დ ასობგერა დგას ერთ სიხშირეზე, ე ასობგერა დგას ცალკე. м ასობგერები დგანან ერთ სიხშირეზე, ა ასობგერა დგას ცალკე. ასევე მოდი გავაკეთოთ ი და ლ. თუ ი, ლ, ი დგას ასე, მაშინ დავიწყოთ. ეს არის, აი ესეთი წრე არის მდედრი. ნახეთ, ქართულიდან ვიმსჯელოთ, ხო? ქართული ენიდან ვიმსჯელოთ. ჩვენ წერთ მარცხნიდან მარჯვნივ. მარცხნიდან მარჯვნივ ტრიალი არის მდედრი. ნახეთ, დ-ე-დ. ხო, წავიდა ის არის ესე, დ-ე-დ. მდედრი ტრიალი. ეხლა მოდი ვნახოთ. თუ მამრი ტრიალიც იგივეა, м-ა-м, მამრი ტრიალიც მიმართულებით არის, მაშინ ადგას მაღლა, ხო? შეგვიძლია ჩვეულებრივად აი ეს ორივე მამრიც და მდედრიც ავსახოთ ერთ სამკუთხედში. დავასვათ Z, აი ეს სამკუთხედი, ამას დავასვათ Z და გამოვა დედაც და მამაც. დედა, მამა, თანაბარი, ანუ თანასწორი. ხო? და იქნება აი ასეთ ტრიალში. და ეს ტრიალი იქნება თანასწორი, დედასიც და მამასიც. ახლა ვნახოთ. თუ ილია აი ასე წავა, ხო? ის იქნება მამრი, კი ბატონო. ინი იქნება ქვემოთ და ლასი იქნება ზემოთ. მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, მეგობრებო. თქვენ იცით, რომ თუ კი დავითის ვარსკვლავს ავიღებთ და დავხატავთ სამ კუთხედს და შემდეგ მეორე სამ კუთხედს, დავითის ვარსკვლავი ასეთია, მეგობრებო. ეს არის იუდეური დავითის ვარსკვლავი ვითომ. მაგრამ სინამდვილეში ეს დავითის ვარსკვლავი გვამცნობს, რომ ეს არის მამრი სიმბოლო, რომელიც არის დაღმართული, ან მდედრი, ნებისმიერ, ეს არის მამრი. ანუ მათი სამკუთხედები არ არის თანასწორი. დედა და მამა ერთდროულად არ ტრიალებს ერთ წრეზე. ის ერთი ტრიალებს ქვემოთ, ერთი ტრიალებს ზემოთ. მაშასადამე, თუ კი ჩვენ
ვიფიქრებთ, რომ ილია მიდის ამ მიმართულებით, ქართული ანბანის მიხედვით, მაშინ ის არის ქართული ენის მიხედვით გაშიფრული აი აქედან მარცხნიდან მარჯვნივ წაკითხული, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ აი აგერ აქ ამაში, იუდეურში, ივრითულში პირიქით კითხულობენ მარჯვნიდან მარცხნივ. მოდი აბა დავატრიალოთ ახლა მარცხნიდან მარჯვნივ ილია. წავედით. და ეს არის იგივე შემთხვევაში ი აქედან და აქედან ორივე შემთხვევაში არის ლ თავში, ხო ასია? ესე იგი, ილიას მდედრი აკლია. ანუ მდედრი ენერგია აკლია. მას არ აქვს თავის თავში მდედრი. თუ ილია მხოლოდ მამრი ენერგიისგან შედგება, ის არის მხოლოდ მამასი და ძეს ენერგიით მართული, მაგრამ სად არის სულიწმინდა? სულიწმინდა, რომელშიც ესე იგი, ხო იცით, რომ ღმერთი ორივეს მოიცავს თავის თავში, დედასაც და მამასაც. მაშინ სადამე, აბა, აი ამ შემთხვევაში არ მოიცავს დედას, მაჩვენეთ, დედა სად არის? მდედრი სად არის ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში მდედრი რომ გამოვიმუშაოთ, მაშინ აუცილებლად უნდა დავაყირაოთ ეს სამკუთხედი დაბლა. აი ასე, ნახეთ, აი ასე. ხო? აბა მოდი გავაკეთოთ. დავაყირაოთ. ესე იგი სამკუთხედი მაღლა, სამკუთხედი დაბლა. ი ორივე შემთხვევაში ი არის. ლ არის მაღლა, ლ არის დაბლა. ამ შემთხვევაში, ხო? ილიას მდედრი და მამრი ქართული ენით არის გაწონასწორებული. ნახე, ქართული ენით წავიდეთ მდედრი მიმართულებით ამ ხრივ ვთქვათ, ხო? მარცხნიდან მარჯვნივ წავიდეთ ტრიალით და ვხედავთ, რომ აქ არის მდედრი მიმართულება და ლ დგას თავში. კარგი. წავიდეთ ახლა მამრი მიმართულებით. მამრი მიმართულებით აქაც ლ მოიქცევა ქვემოთ და ნახეთ სარკისებური აი ეს სამკუთხედები სარკისებურად რომ მოვკეცოთ დაჯდება ერთ სამკუთხედზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ ლ თავშიც დავაყენოთ და ლ დავაყენოთ ქვემოთ. მაგრამ აქ უნდა იყოს მხოლოდ ქართული ენით გაშიფრული. თუ ჩვენ ივრითული ენით გავშიფრავთ და რატო გეუბნებით ივრითული ენით? ივრითული ენით, იმიტომ რომ ივრითული ენით ეხლა ეს მიმართულება არა გვაქვს რა. ნახე, ივრითული ენით ეს მიმართულება არის. გესმით? მას შესაბამი გამოდის, რომ ილია, რომელიც თავის თავში მოიცავს ქართულსა და ივრითულს ერთად, წონასწორდება. ანუ თუ ილიას დედა არის იუდეველი, მისი არსი წონასწორდება. ესეც ტრიალებს და ესეც ტრიალებს. მაგრამ თუ ილიას არსი არის მხოლოდ ქართული, მაშინ ის თავის თავს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ქართულით აი ეს თავმდაბლობა აკლია. ქართულით ვერ მოხდება დაბლა. ქართულით აქედან აქეთ მიმართულებით, ხო? აქედან აქეთ მიმართულებით. მხოლოდ თავში დგას ლ, ანუ თავს აყენებს მაღლა. ხვდებით რას ვლაპარაკობ? მოიცა, მე მგონი ვერ ხვდებით, იმიტომ რომ კარგად ვერ ხსნი. კიდე დავხაზოთ, აი აქ, მაგალითად, ი წავედით ლ ი. ნახე, ილი. და მიდის მერე ილი. ეხლა წავიდეთ პირიქით. აქედან ილ. აქ ი ლ იწერება, უკეთ ი ლ იწერება.
აი ესეთი მიმართულებით, მამრი მიმართულებით თუ წავიყვანთ აქ ქართული ენით, მაშინ იწერება il და თუ ქართული მიმართულებით წავიყვანთ მდედრი მიმართულებით, მაშინ იწერება ili, ხო? და როგორც ახლა ჩვენ აქ განვიხილებთ, აი აქ თუ განვიხილეთ ჩვენ ილია, რომ ის უნდა მოიქცეს დაბლა უნდა მოიქცეს თავდაბლობით და იმ დაბლოს თავი და თუ კი ამ მიმართულებით მიდის ის ქართული ენით თუ აი ამ მიმართულებით მიდის აქედან აქეთ, ხო? ესეც აქედან აქეთ არის. ხვდებით? ესეც აქედან აქეთ არის და ესეც აქედან აქეთ არის. ეხლა ივრითული მიმართულებით ეს აქედან აქეთ არის და ესეც აქედან აქეთ არის. ივრითული მიმართულებით აი აქ მოდის შეხვედრის წერტილი და ქართული მიმართულებით აქ მოდის შეხვედრის წერტილი. მაგრამ თუ კი ილია თავის თავში ამბობს, რომ მე ვთქვათ, ვარ სრულყოფილი და უწმინდესი და უნეტარესი, მაშინ მასში უნდა იყოს მდედრიც და მამრიც, ხო ასია. მაგრამ მდედრს თუ აი ამ ფორმულაში დავასვავთ ილიას, მაშინ მისი მეორე ნახევარი, ანუ მისი დედა და მამა უნდა იყვნენ ქართველი და ებრაელი. ქართველი და ებრაელი. კი ბატონო, არის ამ შემთხვევაში ილიაში მდედრი და მამრი წონასწორდება და მისი არსი პრინციპში აღარ იქნება დარღვეული, მაგრამ თუ კი ის ამბობს, რომ მე ვარ მხოლოდ ქართველი და არ არის მხოლოდ ქართველი, მისი დედა არის ებრაელი. თუ ის ამბობს, რომ მე ვარ ქართველი, მაშინ მისი არსი რჩება მხოლოდ მამრ ენერგიაში და ის არის მამრი ენერგიის მატრიარქი, ესა პატრიარქი. პატრიარქს აკლია მატრიარქი, ხო? მატრე და პატრე, თვითონ მატრე და პატრე ეს დედა და მამა არის. პირდაპირი მნიშვნელობით ქართულთან, აი ახლა როგორც ავწერეთ, აქ სად ავწერეთ, ქართულთან ჯდება ერთ სამკუთხედში. აი აქ. დედასაც შეუძლია ესე იაროს და მამასაც. აი ამ წრეში იაროს, ერთად იარონ. მაგრამ ამ დავითის ვარსკვლავს არ შეუძლია იქ. ერთი მიდის საწინააღმდეგო მიმართულებით, მეორე მიდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ერთი მიდის მაღლა, მეორე მიდის დაბლა. ამიტომ ამ დავითის ვარსკვლავში აქ მამა ყავთ, ან დედა ყავთ ერთი ქართველი და ერთი ებრაელი. ეხლა ილია მეორეს რანაირად უთხარით შახმატ, ილია შახმატ. ამ სქემის მიხედვით ილიამ უნდა აღიაროს, რომ მისი არსი არა მხოლოდ ქართველია, არამედ ებრაელიც არის. თუ ის არ აღიარებს, რომ ის არის ებრაელი, დედით ებრაელი და მამით ქართველი, ჩათვალეთ, რომ ის, აი როცა ამ პოზიციიდან გარდაიცვლება, ვთქვათ, ხო? გარდაიცვლება აბსოლუტურად დესტრუქციულ ენერგეტიკაში და დესტრუქციული ენერგეტიკა მას მიიღოს გაქრობამდე, ანუ მისი არსი გაქრება. რამე თუ თავისი თავი ვერ აღიარა. და როდესაც ის აღიარებს თავის თავს, რომ ის არის ქართველი და ებრაელი, ანუ ორივეა დარწმუნებული იყავით, მაშინ შეიძლება კიდე მისი ამ სამყაროდან გასვლის მომენტში თავისი სული სწორი მიმართულებით წავიდეს და არ გაქრეს, ან დარჩეს. და როდესაც ახლა ჩვენ ვეუბნებით ილიას, რომ დაიმდაბლე თავი, ვთქვათ, ხო? დაიმდაბლე თავი. ნუ ახლა სიმბოლური მნიშვნელობებით, აი ამაში დაიმდაბლე თავი. ჩამოიყვანე დაბლა, ხო? მაშინ მან უნდა აუცილებლად აღიაროს, რომ აი ეს ნაწილი მაღლა ექცევა. ინი მაღლა ექცევა. ინი და იანის მნიშვნელობა არის მდედრი და მამრი. გესმით?
მე მგონი ვერ გაიგეთ. მე ვერ გძნობ, რომ თქვენ გაიგეთ რაღაცა, მაგრამ ეტყობა, იცით როგორი რამეა? ჯერ ადრია ამის ახსნისთვის თქვენთვის, მაგრამ იმან გაიგო, ვინც უნდა გაიგოს, იმან გაიგო. ვისთვისაც ვთქვი, იმან გაიგო. მოკლედ, აღიარე ილია იცი როგორ გაილექსა? აღიარე ილია დედა შენი შვილია. შენი შვილია. რა მაგარი რაღაც გამოვიდა. ეხლა ეს დედა შენი შვილია. გადავიტანოთ ასე, სოფია ხო იყო? სოფიამ შექმნა იალდაბაოთი. იგივე იახვე. და სოფიამ შექმნა იალდაბაოთი, იგივე იახვე და აი ეს სოფია მერე ჩამოიტვირთა თავის აი იალდაბაოთის ქმნილებაში, ადამში. ქრისტეში. სოფია არის სულიწმინდა. ანუ სოფია არის სიბრძნე, სოფია და სულიწმინდა იგივდება ერთმანეთთან, ანუ სოფია ცალკე არ დგას. სოფია და სულიწმინდა ერთი და იგივეა. რო იცოდეთ რა. წმინდა სოფია, ჰაგია სოფიაც ხო არის აშენებული და ასე შემდეგ. მაგის სახელობის, სულიწმინდის სახელობის ეკლესია დღეს ისტანბულში. ხო და ნახე რა კარგად დაიწყო აღიარე ილია, შენი დედა შენი შვილია. შენი აქეთ აღიარე ილია, დედა შენი შვილია. დედა შენი შვილია. ანუ საინტერესოა, იმიტომ რომ იალდაბაოთი ქმნის მატერიალურ სამყაროს. იალდაბაოთი რომ მატერიალურ სამყაროს ქმნის, იგივე იახვე ქმნის მატერიალურ სამყაროს და სულიწმინდის მეშვეობით ის ჩაბერავს აი ამ მის მატერიალურ ქმნილებაში სულდგმულს გახდის. ანუ მას არ შეუძლია რომ სული ჩაბეროს თავის ქმნილებას იალდაბაოთს იახვეს. მას შეუძლია მხოლოდ სულიწმინდის მეშვეობით ჩაბეროს, ანუ დედამისის მეშვეობით თავის ქმნილებაში ჩაბეროს სული. ანუ ნახე, დედამისი ჩადის მის შვილში. ანუ ადამი ხო მისი ქმნილებაა? იახვეს ქმნილებაა რა. და თუ კი ის მხოლოდ სოფიას მეშვეობით, სულიწმინდის მეშვეობით ჩახბერავს სულს თავის ქმნილებას, დედამისი გამოვა ავტომატურად თავისი შვილიც. იმიტომ რომ შვაა მან, შვალი, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით მეგობრებო, აქ რომ მას არც დედის აღიარება არ შეუძლია და არც შვილის აღიარება არ შეუძლია. რატო ეხლა? შვილს სთხოვს, რომ უნდა განადიდონ ეს იახვე და დედას კიდე საერთოდ არ აღიარებს. იმიტომ რომ სულიწმინდა მთლიანად გამოთიშა, სიტყვა მთლიანად გამოთიშა, სიტყვის ძალა. როგორ გამოთიშა, იცით? იმიტომ რომ მისი ნაწერები დამალა, დახია, დაწვა. ფიქრობს, რომ თავის ქმნილებაში სოფია ვერ ჩადის, სულიწმინდა ვერ უკავშირდება. ეს დიდი ამპარტავნების საკითხია, ესე ფიქრობს, როდესაც სულიწმინდაში როდესაც სულიწმინდა ადამიანში ჩამოდის. ამიტომ ის როდესაც ვერ აღიარებს, ის კი არა, ილია რო ვერ აღიარებს იმას, ვინც შექმნა თვითონ სოფიას ქმნილება არის ეს ილია. ხო? ილია იგივე იალდაბაოთი, იახვე, იახვე, ვისაც აღმერთებს თვითონ ილია, თუ ვერ აღიარებს სოფიას და ფიციმწამს ბოლოს მაკვირებს, რომ იმისავით არ მოუვიდეს, ახლა კი, როგორ არა სულიწმინდაო, აღიარებთ, კი, მაგრამ ვერ აღიარებს, ფაქტიურად ვერ აღიარებს. იმიტომ რომ ვერც ერთი, აი ნახეთ, თუ ის აღიარებს სულიწმინდას, მაშინ არ უნდა იყოს გამოყოფილი ქალი და კაცი. ამბიონზე მხოლოდ კაცი არ უნდა იდგეს, მაშინ ქალსაც უნდა ქონდეს უფლება, რომ ამბიონზე იდგეს. თუ ქალს არ აუშვებს ამბიონზე იალდაბაოთი, მაშინ ის ქალს სულიწმინდას ვერ აღიარებს.
ან ვერ აღიარებს, რომ სულიწმინდა შეიძლება ქალში ჩავიდეს. ხვდებით? ანუ ქალი არის მოკვეთილი ეკლესიას, რომელსაც დედა ეკლესიას უწოდებენ. დედას უწოდებენ ყველას, მაგრამ ქალს ვერ აღიარებენ. ქალს არა აქვს უფლება, ქალი დაჩაგრულია, ქალი მხოლოდ შობს. ხო და იმიტომ ვერ აღიარებს, რომ სამკუთხედში დარჩა თავაწეული, გესმის? აქ თავაღმართული დარჩა, რომ ყოყოჩობს, აქ ვარ, მე აქ ვარ, ასე უნდა. იუდა ხო აქ არის მაღლა, ეხლა ფული არის, განდიდების მანიაშია და ფული აქვს, ყველაფერი აქვს, ერთადერთი ეს რაც არ აქვს, ქალი არ აყავთ რა და მე საბოლოო ჯამში როგორ დაარღვიეს, იცი ენერგეტიკა, რომ თვითონ მამა, ძედა, სულიწმინდის მსახურები იმდენად მოკლებული არიან ქალის ენერგეტიკას, რომ აგერ მამათმავლობის რამდენი მაგალითი გამოგვივიდა უკვე ეკლესიიდან, ხო? სამწუხაროდ. ამიტომ მათ დარღვეული აქვთ, ეს განი აქვთ გადახრილი. ეს განი რო გადახრილია, თუ ისინი გაასწორებენ ამ განს, მაშინ ისინი განი წმინდებიან. გან იწმინდებიანო, გესმით? ისევ განთან მივდივართ. ეს განი გაწმენდილი არ არის, ხედავთ რა ქაოსშია. ეს იმიტომ არის ქაოსში, რომ ეხლა აქ ყველა ასობგერ არის მოთავსებული. ამხედრული და ასომთავრული. ამაში არის მთლიანად ამ სქემაშია მოთავსებული. გახსოვთ ალბათ, რომ ეს შევქმენი თქვენს თვალწინ. ვისაც არ გახსოვთ, გადადით ლაივში და მოძებნეთ ქოროსის თვალი და იქ ნახავთ. Facebook-ზე ვერ ნახავთ, YouTube-ზე Liquid Dogma თამარის ლაივში ნახავთ ამას. Playlist-ში ლაზარეს, ქართული ანბანის ლაზარეს აღდგინებაში ნახავთ. შახმატი ნათქვამია ილიასთვის და შახმატს როცა ამბობენ მეგობრებო, რა ხდება მაშინ, რა ვიცით? თამაში მოგებულია უკვე რა, მეფე კვდება. გესმით? ამ დროს შესაძლებელია რომ შახმატს როცა ამბობს ადამიანი, კვდება მხოლოდ მეფე. დანარჩენები შეიძლება ყველა ცოცხალი იყოს რა. შესაძლებელია რომ ყველა ცოცხალი დარჩეს, მაგრამ კვდება მხოლოდ მეფე. ხო? ამ შემთხვევაში ეხლა აქ რა სისტემაც ჩამოყალიბდა ჩვენს სიმბოლოებში და ტოპონიმიკაში, ესე ქართული ანბანის ტოპონიმიკაში. სიტყვები და სიტყვები იქმნება გენიალური. ეს ალური რო იქნება, მეგობრებო, ხო? და ამ გენის მატარებელი რო არის და გენი რო ახსადგენია, უნდა სიტყვა გაიმართოს, რომ გავმართოთ ჩვენი გენი და სრულიად სამყარო. ისინი აღარ განიწმინდებიან, იმიტომ რომ თავს ვერ დაანებებენ თავიანთ უწესობას. რამდენადაც ესე ვიტყვით, იმდენად ეგრე მოხდება, კი, მაგრამ რამდენადაც სხვანაირად ვიტყვით, იმდენად სხვანაირად მოხდება. სიტყვის ძალის მეშვეობით, ხვდებით? ანუ სიტყვას რასაც ვამბობთ, ის ხდება. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განი წმინდოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განი წმინდოს. განი წმინდოს. ეს განი წმინდოს, გესმით? წმინდოს განი. ეს განი წმინდოს, გესმით? და განის წმენდა არის სრულიად ამ ანბანის წმენდა. და წმენდა რას ნიშნავს, მეგობრებო? წმენდა წილ მე ნარი და დონი და ანი. აბა რას გვეუბნება, ხო? წილი ვართ, მეს წილი, ნარი, დონი და ანი არის. მეს წილი, ნარი,
დონი და ანი არის. ნარდი. ეხლა რახან შახმატს ვამბობთ, აგერ ნარდის გამოჩნდა. ეს ნარი. ნარი რა არის? ეს დონი ვიცით რაც არის, ხო? პორტალი არის, დონი არის აი ეს პორტალი. სადაც წესით აი ამ დონში არის ონიც და უნიც მოთავსებული. ანუ უნიონია მოთავსებული. და თუ უნიონი არის ეს დონი, მაშინ გეუბნება რა, ესე იგი მეს წილიო არის ნარი, დონი და ანიო და ანი არის მთვარის ღმერთი. მთვარის ღმერთი კიდე რა არის მთვარის ღმერთი, ხო? ანი არის წმენდა განის წმენდა უნდა მოხდეს რა. აი საბოლოო ჯამში განის წმენდა უნდა მოხდეს, რომ განვიწმინდოთ. შახმატი უკვე ნათქვამია, ეხლა ილია ამას როდის გაიგებს მე არ ვიცი, მაგრამ ეგ აღარ მაინტერესებს უკვე. თამაში მოგებულია უკვე მერამდენე ჯერ და მერამდენე რაკურსით მოგებულია თამაში და პირდაპირ მნიშვნელობით რა, აი წარმოიდგინეთ რომ ხმა არის დევის 9-თავიანი. რა ხდება გარეთ? 9-თავიანი დევის ბოლო კისერზე დევს ხმალი. ნახე? პირდაპირ მნიშვნელობით აი ამას ვამბობ რა. ხმა არის 9-თავიანი დევის ბოლო კისერზე დევს. ეხლა ამ დევის გადაწყვეტილება ან დაიტოვებს ამ ერთ თავს, რომელიც 9 თავი წაეძრო, მაგრამ ერთი დარჩა, აქვს ამის უნარი, უფლება, რომ დაიტოვოს ეს თავი. თუ უნდა რომ ამ ეს თავი დაიტოვოს, მაშინ უნდა დაანებდეს. და თუ არ უნდა რომ ეს თავი დაიტოვოს, მაშინ უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე, გახევდეს. ბიბლიის განმარტებით კაცი თავია, ესე იგი მმართველია და საპატრიარქო, იმიტომ პატრიარქატული. ზურა, აი ხა მაგ წინადადებით გაგიშვებ უკან რა. კაცი თავიაო, თავი არა ის არის. აბა ვნახოთ ვინ არის თავი. მოდი, კითხოთ ლაზარეს ვინ არის თავი. რაფალიო, უფალიო. ურა არისო, უნიო, ხო? უნი არის უნი და ვიე. ეს არის ვარდი. ვარდი არის რვადი. რვადი არის ქალის საშო. თუ უ მოდის პირველი და შემდეგ მოდის ფალ ოსი, ხო? მაშინ თავი ყოფილა ქალი და არა მხოლოდ ფალოსი. მაშასა და მე თუ შენ გინდა მითხრა რომ ბიბლიაში კაცია თავიო, მე გეტყვი რომ პირველად იყო სიტყვა. ქალიც და კაციც ერთ სიტყვაში ზის, აი აქ. აი აქ ზის ერთ სიტყვაში და შენ მეუბნები არა მარტო ფალიო, გესმის? მარტო ფალიო და არ გამოვა ეს ფალოსობა მარტო რა.
შენ თუ ფალოს მადიდებელი ხარ, მაშინ უფალთან ვერ მიდიხარ. და უფალთან თუ მიდიხარ, ხო, მაშინ იქ შენ ქალიც გყავს, კაციც გყავს და ძეც გყავს, იმიტომ რომ თუ ფალოსი არ შევიდა 8-ში, ანუ ქალის საშოში ვერ იშობა ძე. აი ძალიან მარტივი რამე არის რა. ამდენი ბავშვი რატო იბადება? იმიტომ რომ მიხვდე რაღაცას. თუ ვერ მიხვდები რამეს, დარჩები მარტო უკაცრავად, შენ კი არ გეუბნები ზურა, შენ არ გაყენებ შეურაცხყოფას, კაცო, იმ ადამიანებს ვაყენებ შეურაცხყოფას, ვინც ამბობს, რომ კაციაო, თავიო, გესმის? თავი არა, ფალოსია, კაცი, კაცო, ვერ ხვდებით? ფალოსი. კაცს აქვს ფალოსი, ქალს აქვს საშო. ფალოსი და საშო თუ არ გაერთიანდა, ისე ძე ვერ წარმოიშობა. ვერც შვილი ვერ წარმოიშობა. ლის ვერ შობს, გესმის? შვილში სიტყვა არის ლის ვერ შობს. ამიტომ რატომ გამოყავით ეს უნი? რატომ გამოყავით ეს უნი? ვერ გავიგე, უნიონი რა არის? უნში არის ონიც. და თუ თქვენ უნიონს მოსცილდით, ხო? უნიონი რას ნიშნავს? გაერთიანებას, ან გამთლიანებას, ხო? გამთლიანებას, იმის არ იყოს გუშინ ვესაუბრე ბატონ ნავთანდილ კენჭაძეს თუ კენჭაშვილს. და მისი აზრით გაერთიანება კი არ უნდა მოხდესო, გამთლიანება უნდა მოხდესო. ორივე ერთია ჩემი აზრით, ანუ უნიონი უნდა მოხდეს, უნიონი. ფალი, მარტო ფალი არაფერს არ გუშველის რა. თუ შენ უფალთან არ მიხვედი, уда ფალთან არ მიხვედი, მარტო ფალოსი დაიყენე იქ და კონდეს, ამდგარი კონდეს, რამდენიც კი და იმდენი ვერ წარმოშობ ვერაფერს. გესმის? ბიბლიიდან გეუბნები მეც, პირველად იყოს სიტყვაო იმას რატო არ აქვს ყურადღებას კაციაო რო ამბობ. კაცი არის ორივე, ქალიც და კაციც. პირველად შეიქმნა კაცი და შემდეგ ადამი და ევა, ანუ ქალად და კაცად. ქალად, დედაკაცად და მამაკაცად. ორივეში კაცია. კაცი კიდე არის კანი ცანი. შენ თუ შენ კანს ვერ შეიცნობ, დედა კაცი ხარ თუ მამა კაცი, იქნები ბი, ან ტრანსექსუალი, ან რა ვიცი, გადახრებში იქნები, გესმის? ვერ შეიცნობ კანს. ვერ გაიგე, შენ ფალოსი გაბია თუ ის გაბია, რა ქვია, საშო გაქვს, ვერ გაიგებ მაგას, ესე იგი გადახრაში იქნები. ისევ განთან მივდივართ, გესმის? განის გადახრაზე, განის ემაზე, რა ქვია, განის განის ხრაზე ვიქნებით, ანუ გადახრაზე ვიქნებით და თუ შენ და შენ კი არა და ნებისმიერი მამაკაცი გაიგებს იმას, რომ ბიბლიაში წერია, რომ კაცია თავის, ვინ გითხრათ, რომ თავია? თავი აგერ აი მაბია, მეც მაბია და შენც გაბია, კაცსაც აბია და ქალსაც აბია, თავი ყველას გვაბია. თავი არ არის მნიშვნელოვანი, აქ არის პირველად რომ სიტყვა იყო, ის სიტყვა გავიგოთ, რას გვეუბნება. და თუ პირის ველის სიტყვას ვერ გავიგებთ, მაშინ თავთან მივალთ, თავთან. თავს თუ მარტო თავით თუ იმსჯელებთ, თავს როგორ გითხრა ახლა, დამიმტკიცე რომ თავი კაცია, აი სიტყვით დამიმტკიცე რომ თავი კაცია რა. მითხარი, დამიმტკიცე სიტყვით რომ თავი არის კაცი. და ბიბლიის ენით კი არა. სიტყვით დამიმტკიცე რომ თავი არის კაცი. თუ შენ დამიმტკიცებ სიტყვით, მაშინ ვიტყვი რომ კი ბატონო, მაშინ სიტყვას უთქვავს ეს. და ვეთანხმები, მაგრამ ვერ მიმტკიცებთ, იმიტომ რომ აგერ გეუბნება რომ ჩვენი უფალი არის სიტყვა, ხო? თუ სიტყვაში აგერ უნიც და ფალიც არის, მაშინ ორივეა ქალიც და კაციც. მე არ დავაყენებ ახლა ამას. პირველ რიგში, აი ქალიდან, აი რო წავიღოთ, ხო, ქართული ენიდან აქედან აქეთ რო წავიკითხოთ, უნია ჯერ და მერე ფალია, ანუ ქართველი აყენებს ქალს წინ. და აი ნახე ივრითი რას აყენებს, ჯერ ფალოს აყენებს და მერე მოდის აქედან აქეთ კითხულობს და თუ ფალისა და უნის კითხულობს, მაშინ პირიქით უნდა იყოს იმისა მათი ისინი აყენებენ პირველად მამაკაცს, ანუ ფალოს და მერე უნს. მაშინ მათი სიტყვა გამოდის ფალუ. გესმის?
და ჩვენი სიტყვა გამოდის უფალი. გესმით? ქართულად თუ წავიკითხავთ მარცხნიდან მარჯვნივ, ჩვენ ვართ ჯერ ქალთან, მერე მამაკაცთან. თუ ივრითულად წავიკითხავთ, ჯერ გამოდის სიტყვის საკითხით გელაპარაკები, ხა ლაზარის ენით და სიტყვის ძალით გელაპარაკები. თუ ივრითულად წავიკითხავთ, მაშინ ჯერ ვამბობთ ფალს და მერე ვამბობთ უნს. და რატომ? ჩვენ ხო ივრითულად არ ვსჯელობთ, კაც ჩვენ ვართ ქართველები, ხო? თუ ქართველები ვართ, მაშინ ჩვენ წავიკითხოთ რა ჯერ უნი და მერე ფალი. და თუ გვინდა ესე, რომ ჩვენ ვიყოთ ებრაელები, მაშინ ეგ თქვენი არჩევანი, მე არ მინდა ვიყო ებრაელი, მე ვარ ქართველი. მე მინდა მარცხნიდან მარჯვნივ კითხვა. სიტყვის მარცხნიდან მარჯვნივ კითხვა და აი ვინ საერთოდ ამ ასობგერებს ერთმანეთში ურევს, ხან აქეთ ახტუნებს და ხან იქით, იმან ვერ გაიგო ჯერ რომელია ქართველია თუ ებრაელია. ამიტომ როგორც სიტყვას ეკცევი, ისევ ხედავ ვინ ხარ. ასევე თუ შენ მეუბნები, ილია თუ მეუბნება, რომ კაცია მხოლოდ თავი, ესე იგი პირდაპირ ებრაელია მეუბნება რა. ხო და თუ ებრაელია, ჩემო კარგო ილია, წადი და ეგ ან დაირქვი და თქვი, ყველაფერს თავის სახელი დაირქვი და თქვი, რომ მე ებრაელების პატრიარქი ვარ და თუ ქართველი ხარ კიდე, მელაპარაკე ქართულად. და ქართულად გელაპარაკები, რომ პირველად დგას ქალი და შემდეგ დგას მამაკაცი. პირველად დგას ქალი, უნიონი დგას პირველად, გესმის? გაერთიანება დგას პირველად. ქალი არ გეჯიბრება. შენ ეჯიბრები ქალს როგორც ჩანს, მაგრამ ქალი არ გეჯიბრება, იმიტომ რომ ქალში სიტყვაში, უნიონში, პირველში დგას უნიონი, გაერთიანება. სინათლის გაერთიანება და თუ შენ უნიონი არ შეგიძლია, ხო? მაშინ უფალთანაც ვერ მიხვალდა. თამარ გისმენდი და უცბად ბრახუნის ხმა მომესფა, ფანჯის გატყდა, ჩამოვარდა სამკუთხედის ტორმაქვს დაგვერდი, ცოტა მოტეხილი აქვს. არ ვიცი ნეტა რას უნდა ნიშნავდეს. ლილი წერს. ლილი დადაშელი წერს, თამარ გისმენდი და უცებ ბრახუნის ხმა მომესმა, ფანჯარა გატყდა და ჩამოვარდა, სამკუთხედის ფორმა აქვს. და გვერდი ცოტა მოტეხილი აქვს. არ ვიცი ნეტა რას უნდა ნიშნავდეს. სიტყვის ძალას უნდა ნიშნავდეს ეს ლილი. ანუ იმდენად გაჭრა ამ სიტყვამ ეხა მე რასაც ლაპარაკობ, რომ შენი ფანჯარა გატყდა და სამკუთხედის ფორმა მიიღო. ვაუ, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამხელა ინფორმაცია გამოვიდა. მაგას უნდა ნიშნავდეს ჩემო კარგო. რომ უნიონი თუ არ მოხდა, გაერთიანება თუ არ მოხდა და ქალმა და კაცმა ერთ სიმაღლეზე თუ არ დააყენა თავი, მაშინ იქნება სულ ომი და ეს ფალი, ხო, ეს ფალოსობანა, ხო, აღარ მოგშორდება რა. არ მოგშორდება. აი ასთე. ისმი შახმატ. მადლობა უფალს ხო ლილი. დიდება ყოვლადწმინდა ურყვნელ და პირველ ყოფად სინათლეს, რომლიდანაც გამოვიდა ეს სიტყვა და სიტყვა მოგცა და ასახა ყველაფერს მისცა თავისი სახე. მადლობა უფალს. აი იმ პირველ ყოფილ სინათლეს, ურყვნელს, მირონცხებულს და თვითმყოფაც. ზაური წერს, თამარ, კარგი გეთანხმები, კითხვა მაქვს, ქალი შეიძლება, რომ ქალი პატრიარქი იყოს? ქალი პატრიარქი ვერ იქნება, ქალი იქნება მატრიარქი. პატრიარქი იქნება კაცი. პატრი არის კაცი, მამა, მატრი არის დედა. გააჩნია ადამიანს ახლა თუ ერს სჭირდება პატრიარქი, ირჩევს პატრიარქს და თუ ერს სჭირდება მატრიარქი, მაშინ ირჩევს მატრიარქს. შეუძლია ორივე აირჩიოს მატრიარქიც და პატრიარქიც, რატომაც არა. რამეს დააზიანებს, რამეში ვერაფერში. მატრიარქი და პატრიარქი თუ ეყოლება სახელმწიფოს თუ ერს, ორივე ძალიან მაგრები იქნებიან. საინტერესოა
გვაჩვენე. დალი ვარდიაშვილი გეუბნება საინტერესოა გვაჩვენეო. ისა ლალი გინდა ჩაგთოთ? ჩაგთავ და გვაჩვენე, ისე მეც მაინტერესებს ეს სამკუთხედი ფანჯარა. მატრიარქატული პერიოდი იყო ერთ დროს, მერე პატრიარქატულმა პერიოდმა დაჯაბნა. მატრიარქები მოკლა ყველა. მატრიარქები იყვნენ ისინი, ვინც ალქაჯად შერაცხა და ყველა ჩაქოლა და მოკლა. ნებისმიერი ის ქალბატონი, რომელიც გამოიძიებდა სიტყვის ესენები რო ერქვათ და იესო ქრისტესთან ერთად ჯგუფი რო დადიოდა ესენების, გნოსტიკოსების, ეზოთერიკების ჯგუფი რო დადიოდა ქრისტეს რო დაყვებოდა, აი ისინი ყველა გაწყვიტა პატრიარქატულმა ხანამ. მესამე საუკუნეში ნიკეის კრების დროს პატრიარქატულმა ხანამ ეს ყველა გაჟლიტა. მატრიარქები, ესენები, ეზოთერიკები და ნებისმიერი ის, ვინც სულს ეხებოდა, სულს კურნავდა, გესმის? და დადგა ესენი ფალოს გამოფალოსდნენ ყველანი და არიან აგერ პატრიარქი ფალოსები, იმიტომ რომ ამ ფალოს ვერ გაცდნენ და აი ამ ანუს ვერ გაცდნენ. უკაცრავად და ერთმანეთში დაიწყეს მერე სიამოვნების მიღება. იმიტომ რომ ფალოსსა და ანუს ვერ გაცდნენ. საშვი ვერ მიიღეს. საშვი, იმიტომ რომ საშო უარყვეს. და ვერც სასუფეველში შედიან და ვერც მანქანის ტარება შეუძლიათ. ლილი. ან სურათი რო დაგვიპოსტოთ შეგიძლიათ, მაგრამ მე მგონი აქ სურათები არ იპოსტება. აბა დაგპატიჟებთ ახლა. ვერ იმაშვება, ვერ გამატებთ. ხო და იცი რა მიკვირს? ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ აი ამ საკითხს თვითონ ქალები ის იმდენად შარჩოში მოაქციეს, რომ ქალები ვერ იღებენ. იმიტომ რომ ამ ენერგეტიკაში ჩასვეს ეს ქალები, ჩაჭედეს, ჩაპრესეს და იმიტომაც არის, რომ აგერ მამრის როლს ქალი ასრულებს დღეს. საზღვარგარეთ უამრავი დედა არის წასული და იმის მაგივრად, რომ ფალოსი ვისაც აქვს ის გამოიმუშავებდეს, ქალებს მოაბეს ფალოსები და გაყარეს საზღვარგარეთ და ქალები იღებენ მატერიალური სამყაროს კეთილდღეობას. ანუ დაირღვა, განზომილება დაირღვა, იმიტომ რომ თვითონ განის გადახრა ნიშნავს განის ხრას და ანუ თუ ჩვენ გადახრილები ვართ, მაშინ ყველაფერში გადახრაა, ყველაფერში. ქალშიც, კაცშიც, დედრ ენერგეტიკაშიც, მამრ ენერგეტიკაშიც და ასე შემდეგ. ვერ გამატებს ლილი ვერ გამატებს. იცით რა ქენით? ქალბატონი ლილი, შეგიძლიათ ეგ სურათი გადაუღოთ და მე ჩააგდოთ კომენტარებში. ეხლა რო გავთიშავ ლაივში ვერ ამატებს მე მგონი სურათებს და რო გავთიშავ ამ ლაივს ჩააგდეთ კომენტარებში და შემდეგ დაინახავს ყველა როგორი სამკუთხედი მიიღო მაგ ფანჯარამ, მეც მაინტერესებს მართალი გითხრათ. ეხლა წავედი მე გაკოცეთ ყველას შახმატ და თამაში დასრულებულია. მოიცა ზაურმა დაწერა ერთი კომენტარი და იმას ესა. თამარ, როგორც კი თამარის აკლდამა გაიხსნება და დადასტურდება თქვენი მოსაზრება, უპირობოდ დავიჯერებთ თქვენს სიტყვებს. ერთი კითხვა მაქვს კიდევ. რაზეც თქვენ საუბრობთ დავით აღმაშენებელმა არ იცოდა რატო არაფერი მოიმოქმედა, რომ გაესწორებინა ის რის შესახებაც საუბრობ. ანუ ესე იგი თქვენ გჭირდებათ რაღაცა დამამტკიცებელი საბუთები სხვამ რომ თამარ მეფემ რომ დაგიმტკიცოთ, თქვენ გონი არ გაგაჩნიათ, თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ? დავით აღმაშენებელმა უნდა დაგვიმტკიცოს რამე? ან მე უნდა დაგიმტკიცოთ რამე? მე რასაც ვამბობ, იმაში თუ ჭეშმარიტებას ვერ ხედავთ, მამაზე ციერი რო ჩამოვიდეს, ის ვერ დაგანახებთ, არანც თუ თამარის აკლდამის გახსნა, ან დავით მეფის აღდგომა. თქვენ თუ არ გაგაჩნიათ ეს თვალი,
ვერავინ ვერ დაგანახებთ. თქვენ თვითონ უნდა იჩალიჩოთ ამაზე რა. მე რასაც ახლა ვსაუბრობ, ეს თქვენ თუ არ გაგეხსნათ, ხო? მამაზეც იერიც ვერ დაგანახებთ ამას, გესმის? რა თუ უნდა ამას თამარ მეფის აკლდამის გახსნა და დავითის აღდგომა. ამას გეუბნებით ნებისმიერს, მარტო ზაურს კი არა. ყველას ამას გეუბნებით. ამას ქვია, რომ ცოცხალ სიტყვას ვერ იგებთ და ვერ ცემთ პატივს და მკვდრებს მისტირით იქ, რომ აი დავითმა იცოდა და თამარმა იცოდა. თამარის მკვდარია და დავითის მკვდარია. აბა მაჩვენეთ ახლა რომელი არ მოკვდა მათ შორის. მითხარ, აი რატომ უპირატესობას რატომ ანიჭებთ მკვდარს, გამაგებინეთ რა. აგერ შენ ცოცხალი ხარ და მეც ცოცხალი ვარ რა. მკვდრებს რატომ უყურებთ ხალხო? მკვდრები დამარხონო, გესმით? მკვდრები ვინც არიან, იმას თუ მისტირით, მანამდე ცოცხალი ვერ იქნებით თქვენ. მამაზეციერიც რომ ჩამოვიდეს, ვეც იმას დაინახავთ. იმიტომ რომ თქვენ იმ მამაზეციერს კითხავთ, თამაშ თუ არ გააცოცხლებო, შენ არ მანამდე ვერ დავიჯერებ რომ ღმერთი ხარო და აბა ეხლა მაგისთვის ჩამოვიდეს ღმერთი რომ თავი გამოგაცდევინოს? შენ სანამ შენ თავში არ აღმოაჩენ იმ სინათლეს, ხო? როგორ შემოვიტანო მე შენში ეს სინათლე? ან თამარმა როგორ შემოიტანოს? სასწაულებრივად? ქრისტე გეუბნება რომ სასწაულებს ნუ დაიჯერებთ და სასწაულებზე ნუ დააყრდნობთ თქვენს ცოდნასო და თქვენს რწმენასო. და მას თამარის უფრო დავიჯეროთ ვიდრე ქრისტესი? თამარი უნდა აღსდგეს რომ ქრისტეს სიტყვა გაგვაგებინოს? მაშინ ეგ იქნება ქრისტეს სიტყვის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ქრისტე გეუბნება სასწაულებზე ნუ დააყრდნობო შენ რწმენასო და თუ თამარი აღდგება, ეგ სასწაული იქნება და სასწაულებით ვერ გააცოცხლებ შენ რწმენას, ვერა. არ ვიცი როგორ გელაპარაკოთ რა. თამარ მესენჯერზე რომ გამოგიგზავნო სურათი. გამომიგზავნე ლილი და დავდებ კი. გამომიგზავნე და მე დავდებ. ეგრე ეხლა არ ვიცი. შეიძლება გამომიგზავნე, აბა, გამომიგზავნე და შეიძლება მოვძებნო კიდევაც. და გაჩვენოთ აქ. ასე რომ ზაურ, რა ვიცი რა, შენ მეუბნები რას იცი? შენი ლაპარაკისო, ფეხზე მკიდიაო, გესმის რასაც ლაპარაკობო, შენი ღვაწლი ფეხზე მკიდიაო, აი თამარ მეფეს თუ გააცოცხლებოდა დავითი თუ დაწერდა ეგეთ რამესო, ჯერ იქნებ დავითი წერდა ეგეთ რამეს და არ მოვიდა ჩვენამდე, რა იცით? და მეორე იცით რა არის? ჩემზე უფრო ცოცხალი სიტყვა ვარ რა და გეუბნები, გელაპარაკები და არ გესმის. და თამარი რო ადგეს და იგივე რო გითხრას, იმას გაიგებ? და თუ იმას გაიგებ, რატო გაიგებ? განსხვავება რა იქნება? იმიტომ რომ ის სასწაულებრივად აღდგა და იმის უფრო გჯერა სასწაულების ძალით, ვიდრე ჩემ სიტყვას, როცა ცოცხალი ვარ, ეგ სასწაულია, რომ დავიბადე, გესმის? დაბადებაც სასწაულია. და თუ იმის სიტყვას უფრო ირწმუნებ, იმიტომ რომ იმას სასწაული მოახდინა, მაშინ ქრისტეს ეწინააღმდეგები რა. იმიტომ რომ ქრისტე გეუბნება სასწაულებზე ნუ დააყრდნობთ თქვენ რწმენას. ხო და ამიტომ რა ვიცი მე თამარ მეფის გაცოცხლებასაც აზრი არა აქვს ურწმუნოებში, არა. აზრი არა აქვს ვინმეს გაცოცხლებას და რაღაცის გაცოცხლებას თუ ურწმუნო ხარ. ურწმუნო არის ის რომ გელაპარაკები და არ გესმის რა. ვერ გესმის, კი არ გესმის, ვერ გესმის რასაც გელაპარაკები და არც ცდილობ რომ გაიგო, იმიტომ რომ ეჭვი გეპარება ჩემში. მართალ ვსაუბრობ თუ არა და შენ არ გაქვს იმის უნარი, რომ შენ თვითონ დაფიქრდე რაღაცაზე რა. რომ ეს აი ახლა მე რასაც ვსაუბრობ, ჭეშმარიტებაა ეს თუ არ არის ჭეშმარიტება. ხალხო, ამის გამო თქვენ თუ არ შეგიძლიათ ამის გადაწყვეტილების მიღება, ხო? სასწაულებზე ვერ დაგაშენებთ ღმერთი, ვერა. წავედი რა.